გლდანის რაიონის 59 საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სამინისტროს თანამშრომლებმა, მანდატურებმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა მიიღეს. პროექტის მეორე ეტაპზე სკოლის ეზოში დაახლოებით 800 ძირიხე დაირღება. საჯარო სკოლების ეზოების გამწვანების პროექტის ფარგლებში, რომელიც თბილისში მდებარე 60 საჯარო სკოლას მოიცავს, ამ დროისათვის დარგულია 6100 ფოთლოვანი და 1000 წიწვოვანი ჯიშის ნერგი. პროექტის მიხედვით, ჯამში საჯარო სკოლების ეზოებში 10000 ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხელმცენარე განაშენიანდება. სკოლები ძალიან აქტიურად ჩაებნენ გამწვანების პროგრამაში. დღეს ჩვენ ვართ 59 სკოლაში, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ტერიტორია და მე მგონი ერთ-ერთი მასშტაბიანი პროექტი გამწვანების აქ განხორციელდება, იმიტომ რომ 1400 ენერგი უნდა დავუკვოთ და ბავშვები ძალიან მონდომებულები, პედკოლექტივი ჩართული, მანდატურები გვეხმარებიან. ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვებს უხარიათ იქედან გამომდინარე, რომ მათ აქვთ გარკვეული გეგმები, როგორ უნდა მოუვარონ მერე ენერგებს, რაც ძალიან კარგია მათი განვითარებისთვის და ზოგადად მათი ჩართულობისთვის აი ასეთ აქციებში.